ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომელიც როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველი რაც გააკეთა, მილიონიანი მანქანა შეიძინა. ასე ვთქვათ, საერთო ეკონომიკური მდგომარეობა და რაც შეეხება მანქანას, რომელზეც იყო საუბარი, შესყიდულია 2023 წელს, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე მე დავიკავებდი. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაბამისად არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ არის მაინც მართული. დიდი მადლობა თქვენი პოზიციების. საოცარია, რომ ესეც ღარიბაშვილს დააბრალა მილიონიანი მანქანა, მაგრამ ამის მიუხედავად, მოდი შევხედოთ რა არის რაც შეეხება მანქანასთან დაკავშირებით ჩემს რეპლიკას, არავისთვის არაფერი დაემბრალებია, უბრალოდ დებატების ერთ-ერთი მონაწილე ამხილე სიცრუეში. ძალიან უხერხული არის, როდესაც ქვეყანაში 190,000-მდე მოზარდი 18 წლამდე მათი ოჯახები არის სიღარიბის მიღმა, კიდევ ერთხელ გამომეორდები. მილიონ ლარიანი მანქანით სიარული, ეს არის მინიმუმ არაეთიკური და არის ძალიან თავხედური აქტი, როდესაც აი ამ ქვეყანაში, აი ამ ფონზე, სადაც 1,300,000 ადამიანს შეტანილი აქვს სოციალური დახმარების მოთხოვნაზე განცხადება, რომ ამ ქვეყნის დე-ფაქტო თვითაღიარებული, რა ვიცი, დანიშნული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დე-ფაქტო პირველი პირი დადიოდეს 1,500,000-იანი მანქანით, ეს არის უხერხული. შენ მანქანას გაუყიდდი, თქვენს მანქანას გაუყიდით, კი ბატონო, აი თქვენ ადგილას მანქანას გაუყიდდი. ამ ადამიანების მანქანასთან დაკავშირებით. საუბარი არ არის მანქანაზე, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, საუბარია მანქანაზე, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, რომელიც არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსწრებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრს ყავს თავისი ავტომობილი, ეს არის აუდის მარკის ავტომობილი, რომელიც არ ღირს ნამდვილად მილიონ ლარზე მეტი. კიდევ ერთხელ საუბარია მანქანაზე, რომელიც შესყიდული იქნა 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი. იშვიათად გამოიყენება უსაფრთხოების მოსწრებიდან გამომდინარე, რაზეც უსაფრთხოების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მარტივი ტყუილი, რაზეც ჯერ ერთი პირველი ტყუილი იყო, რომ თითქოს მე შევისყიდე ეს მანქანა, პირველი ტყუილი და ბოდისის მოხდაც კი არის გადრა და მეორე ტყუილი იყო ის, რომ თითქოს ეს არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, რაც არის ასევე ტყუილი, კონკრეტულ შემთხვევებში უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით გამოიყენება კონკრეტულ შემთხვევებში ეს ავტომობილი რეალურად ეს არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილი, იქაც უსაფრთხოების მოსწრებიდან გამომდინარე იქნა შეძენილი თავის დროზე 2023 წელს. ბატონი გობახიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ეს არ არის მისი მანქანა, ეს მისი მანქანა. ის ადგილდება ამ მანქანით. თქვენ ხო არ გადაადგილდებით მანქანით, ან ბაღის თანამშრომლები ხო არ გადაადგილდებიან, ან პენსიონერები ხო არ გადაადგილდებიან? ეს ადამიანი გადაადგილდება. ეს ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული მატყუარი, გინდა ჩამოგითვალა. ძალიან ცუდი დეჟავიუ მაქვს აი ამ მანქანასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ადამიანი ლაპარაკობს. ცუდი დეჟავიუ მაქვს 91 წელს მახსოვს. ბატონო ბიძირია, ყველას გვახსოვს. ეს ამბავი, ყველას გვახსოვს საქართველოს პირველი პრეზიდენტი თავის Mercedes-ის მანქანაზე არის გაუთავებელი ლაპარაკი. ეს მანქანა არავის არ ეკუთვნის, ეს მანქანა ეკუთვნის ალბათ და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო საკუთრება. გასაგებია. და როცა სარგებლობს მაშინ თუ გაქვთ კითხვა. როცა ამას გადაწყვეტს დაცვის სპეციალური სამსახური. ეს მე მგონი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გასაგებია. თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს? ძალიან როცა ესე მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით.